Так, მე რომ მადლობა დიდი 20 სმრუდისათვის, так ეს 20 სმრუდის უნდა წავიღო. აჰა, ოკეი. მეგორო მოგესალმებით და მე არ საბადა, არ ხგაბაშორასანსამი და დღეს მეგორო მე მაქვს ძალიან კარგი ხასიათი. და არა იმის გამო, რომ მე მაქვს ახლა მიჭერავს ხელფასი ჩემი 20 სმრუდი. საქმე სულ სხვა რამეშია. მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ მე მთელი 6 თვის განმავლობაში ვაგროვებდი ის სმრუდებს ჩემს საიდუმლო ყუთში და წარმოიდგინეთ მეგობრებო დღეს მოვიდა ის დღე დადგა ის დღე როდესაც მე გავაღებ ჩემს საიდუმლო ყუთს და ავიღებ მაგ ის სმრუდს და რაღაცეებზე დავხარჯავ როგორც მე მახსოვს ბოლოს გუშიო შევიხედე ბოლოს მქონდა უკვე 14 სტაკი ის სმრუდი წარმოგიდგენიათ ხომ და მოკეთ კიდე ეს 20 სმრუდიც მიემატება ჩემს საიდუმლო ყუთში უკვე უნდა გავხსნა და შემიძლია მეგობრებო ამ ის სმრუდით ვიყიდო უკვე არ ვიცი მანქანა ვიყიდო სხვა სახლი მეორე სოფელში მოკეთ ძალიან ბევრი რამ შემიძლია ამ 14 სტაკი სმრუდით მაგრამ რასაკვირველია ნაწილს დავიტოვებ 3 თვის საცხოვრებლად ოკეი მეგობრებო მოითახა წავიდეთ და ყუთში ჩავდოთ ის სმრუდები ჟიწენიკო გამარჯობა საბა მე მეგონა შენ სახლში ხარ უკვე 10 წუთი აქ დგავარ და ვაგაყურებ კარებში უკვე თითქმის არ ვიცი შენი კარი უკვე გავაფუჭე როგორ ხარ მე კარგად ვარ ჟიწენიკო და შენ როგორ ხარ და რაღაც ხომ არ გინდოდა კი საბა და შეგიძლიათ შეიძლება რომ მომცე ალბასის თოხი მე ძალიან მჭირდება იმიტომ რომ მე მაქვს გასაკეთებელი ჩემი ფერმები მე პრინციპში ძალიან კარგი ხასიათის ვარ და აუცილებლად ახლა მოგცემ. Так, აქ დამელოდე რაც თავარია. Так, მეგობრებო, ну პრინციპში კაი მივცეთ. ჩემთვის არ არის ძნელი და სად არის ჩემი? მეგო სად არის ჩემი? საიდუმლო ყუთი მეგობრებო მომპარეს ეს საიდუმლო ყუთი ჩანდაბა გაგიჟება ეს ვინკ თან შეხედ მეგობრებო როგორ ამოთხარეს არც კი არაფერი არ დაუმალავთ წარმოიდგინეთ ჩემი 14 სტაკი სმრუდი და მე დღეს სოფელში უნდა წავსულიყავი მანქანა სახლი ჩანდაბა Так, стоп, არა მეგობრებო, პოლიცია უნდა გამოვიძახო და დროზე პოლიცია. Так, стоп, მეგობრებო, ჯერ ჟიწენიკო შესაძლებელი რამე დაინახო ნიკო და საწავიდა ჟიწენიკი. Так, მეგობრებო, კაი. ახლა მე უნდა გამოვიძახო პოლიცია და რაღაცნაირად უნდა მოვაგვარო ეს საქმე. ალო, პოლიცია? ალო? ჩანდაბა მეგობრებო, კიდე ჩანდაბა მეგობრებო, დაჭდა ჩემი ტელეფონი და აქედან საერთოდ так დროზე მერთან მასაც აქვს ტელეფონი დროზე მერთან არა დროზე მერო სახში ხარ დროზე და ჩენდა მეგობრებო როგორ ნერვიობ მერო გთხოვ დამეხმარე ღმერთო შემოსაბრას შემოხვედი ასე გული გამიხეთქე რა მოხდა ასეთი მერო ვერ წამოიდგენ შეხვედი ჩემი საიდუმლო ყუთი მოკეთ ეს საიდუმლო ყუთი მომიპარეს გთხოვ მომეცი ტელეფონი რამე მინდა დაბურეკო ახლა პოლიციას უნდა გავარკვიო ეს საქმე დაიბრუნა ჩემი 14 სტაკი სმრუდი საბა დიდი საწუხაროდ მე ტელეფონი გამიტყდა რას ნიშნავს გამიტყდა ასეთი არა შეიძლება იყოს როგორ გაგიტყდა ну ასე საბა გუშაობრივად მოვდიოდი სახლში და შემთხვევით წავიქეთ იატაკზე და გამიტყდა ეკრანი სულთლიანად გამიტყდა ახლა რემონტში მაქვს ჩაბარებული და ჯანდაბა კაი მერო Так, მეგობრებო, ახლა როგორ უნდა დავირეკო ჯანდაბა так, стоп. მეგობრებო, გავხსენე კომპიუტერით სპეციალური პროგრამა აქვს. სპეციალური პროგრამა საიდან შემიძლია ტელეფონი არ ვიცი, თუ დავკეთე ტელეფონი, სანამ ეს ტელეფონი დაიტანება 100 წელი გავა. Так. ახლა მეგობრებო, გამოიძახე პოლიციას. დავდეს ეს მოვიდი, მოგეთ აქ ამოთხრილი დამჩაი ეს იატაკი, აი ნახეთ უბრალოდ. და არ ვიცი სად წავიდა ეს ყუთი 100% ვიღაცამ მოიპარა. ვიღაცამ, მაგრამ აი ჯერ ესეც როგორ გაიგო ეს ხო ჩემი საიდუმლო ყუთია. გთხოვთ, აი მე ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ უბრალოდ მითხარით რა გავაკეთო და აუცილებლად ჭირდება ეგ ყუთი. მანდ არის დლიანი ჩემი 6 თვის ხელფასი, რას ამბობთ?
ტაქს, ოკეი, ტაქ, თავარია თქვენ დაწყნარდით. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი დრო, რომ ნახოთ თქვენი ყუთი. შესაძლებელია ეს დრო იყოს სადღაც 1 კვირაც და 2 კვირაც. რას შევს 2 კვირა? აქ 100%-იანი ვიღაცა სოფლიდან იქნება. მეტი ვერავინ არ იქნებოდა. თუ ქურდი. და არ შეიძლება გთხოვ და რამე მოიფიქრეთ, რომ 1 დღეში, 2 დღეში, 3 დღეში. თქვენ რომ კაცავად რა გქონიათ, რომ ასე ადვილია რომ იპოვოთ რამე ყუთი? ეს ქურდი ვინც არის, არ იქნება ასეთი დებილი. 100%-ია ჭკვიანურად მოიქცა და სადმე დამალა ეგ ყუთი. და მაგიტომ როგორც მივუჩვენ 1 კვირა დაგჭირდება და 3 დღეში ჩვენ მგონი მხოლოდ 1 თაქისუროც ვიპოვით. კაი, მთავარია რომ ვნახო. Так, ოკეი, და მე ახლა მაინტერესებს თქვენი აზრით. თქვენ გყავთ რომელიმე ადამიანი, ვისაც შეიძლება ადანაშაულებთ, შეიძლება რაღაცნაირად ფიქრობთ, რომ ეს მაგ ადამიანმა თქვა. არ ვიცი, ჩვენ სოფელში პრინციპში ყველა წყნარია, ყველა მშვიდი, კეთილია. ერთუც გონი ვიცი. Так, ოკეი. თქვენ ახლა არ ვიცი, მგონი მერი და კიდე ერთი შიწინ კი იდგა ჩემს სახლთან. Так, კაია, მაშინ თქვენ ახლა წადით, რაღაცნაირად გაიგეთ თუ რა მოხდა. შესაძლებელია თვითონ გეტყვიან. და მე კიდე ახლა სოფლის პერიმეტრზე წავალ, შესაძლებელია ქურთმა ტყეში გაიქცა სადმე. ოკეი, პოლიციელო, ძალიან დიდი მადლობა. Так, მეგობრებო, პირველი ისესად მივიდეთ იმ შიწენგთან თუ მერთან. იმიტომ მერს ისიც ადანაშაულებ, იმიტომ აი როგორ შეიძლება გაგიტყდეს ტელეფონი ისე რომ არ მუშაობდეს. Так, მოიცეთ ამის უმეტსაც დავმავა, შესაძლებელია ხა ვიღაცა მომიპაროს ასეთ სიტუაციაში ძალიან საშიშია ახლა იარო ფულით ხელში. Так, კაი, მეგობრებო, მოით ახლა წავიდეთ ჯერ მერთან. მე რო შეიძლება შემოვიდე? Так, მე რაღაცა ერთი კითხვა მაქვს შენთან და რატო არ მომეცი საშუალება რომ დავურეკო პოლიციას შენი ტელეფონიდან, საბა, მე ხო გითხარი რომ ჩემი ტელეფონი გამიტყდა, როდესაც მე წავიკეცი ჩემს იატაკზე, ჩემს სახლში. რაღაც არ მჯერა მერო. არა, ისე მართლა შეხედე. რაღაც ყველაფერი საოცრება. მე დღეს მომიპარეს ფული 14 თაქიის სუმრუდი და ეს ცოტა როგორც შენიცი არ არის. შემდეგ შენ მეუბნები რომ შენ გაგიტყდა ტელეფონი. რაღაც ძალიან ემთხვევა ერთმანეთში ეს დრო რომ შენ გაგიტყდა ტელეფონი და მე მომიპარეს ეს ფული. საბა, მე რა შენ რა მემადა დავშაულებ რომ მე სოფლის მერმა მოგიპარე ეს შენი ფული და რა შეჭირდება? არ ვიცი მე რომ შესაძლებელია რამეში დაგჭირდეს. Так, საბა, შეხედე აი მოგეთ დოკუმენტი გამოვიღე, სადაც წერია რომ მე ჩავაბარე ჩემი ტელეფონი რემონტში. ჩეკიც მოვცეს და თუ გინდა ჩეკსაც გაჩვენებ. Так, დოკუმენტი ხომ? Так, ой, მართლა მე რო დიდ ბოდიშს გიხდი, უბრალოდ მე ძალიან ნერვიულობ, უბრალოდ ნერვებზე ვარ მთლიანად. კაი, საბა, მე ძალიან კარგად მესმის. ამდენჯერ მოპარეს ჩვენს სოფელს ფული და ბევრჯერ შენ გადაერჩინე ჩვენი ფული. იმედია რომ შენ რამეს გაკეთებ და პოლიცია გამოიძახე? კი, პოლიცია გამოვიძახე ინტერნეტით და ახლა ისიც ახლა ტყეში და სოფლის პერიმეტრზე გავიდა. კაი, მე რო კიდე ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდი, რომ ასე თქვა შემოვედი. კაი, დიდი მადლობა. Так, მეგობრებო, კაი, პირველი ადამიანი უკვე ასე თქვა გამოჩეკეთ. Так, ოკეი. შემდეგ მეგობრებო, ის ჟიწელნიკი, რომელიც იდგა ჩემს სახლთან და რომელიც გაიქცა. ჟიწელნიკო, ზუსტად სახლში ხარ. ერთი კითხვა მაქვს შენთან. და შენ რატო გაიქეცი ჩემს სახლიდან, როდესაც შენ იყავი ჩემს სახლთან? საბა, მე თურმე არაფერი არ მოვიპარე. Так, стоп! და საიდან იცი რომ არ მოიპარე? საიდან იცი რომ სეიფი მოიპარეს? შენ იყავი ხომ? დამიბრუნე დროზე ახლავე ყუთი. ვითხოვ. საბა, მე მართლა არაფერი არ მოვიპარე. ხომ? მაშინ საიდან იცი რომ რაღაცა მომიპარეს? საიდან იცი რომ ფული მომიპარეს?
საბა შევდესაც სახში შეხვედი მე მომესმა ხვევები როგორ შენი ყვიროდი რომ სეიფი მოგიყვარეს რომ მოგიპარეს რაღაც სისუმრუდები და მე ძალიან შემეშინა მერე შენ რაღაცის გამო დაიყვირე რომ ჟიწელიკიო და მაგიტომ მე ძალიან შემეშინა შენი და გავიქეცი მართლა так მოიცადეთ და შეიძლება იწუც ყუთებში რომ ვნახო მაინც შესაძლებელია მართლა შენ მოიპარე კაი საბა თავარია მე არ დამანაშაულო так кай და ხო პრინციპში მეგობრებო так ოკეი შეიძლება დიდ ბოდიშს გიხდი რომ ასე შეგაშინე ფუხ საბა მე ესეც ვაკითხა მეთქი რომ შეგიდე და არის ჩემი მოკლა და ასეთი რაღაცა ხო უბრალოდ ძალიან ნერვებზე ვიყავი თან მაგარ ნერვებზე კაი დიდ ბოდიშს გიხდი კიდე ერთხელ ჟიწელნიკ ჯანდაბა მეგობრებო და ოკეი მაშინ ახლა არ ვიცი გამოისუნდა ველოდო ახლა პოლიციას ვაუ ჟიწელნიკო გამარჯობა შენ ახალი ატაკი იყიდე შენთვის ისუმრუდის კი საბა მე ახლა ძალიან მეჩქარება მე და გელაპარაკები კაი ოკეი ჟიწელნიკო მე მითხარი აბა როგორია ეს ისუმრუდის იატაკი კაი ტუ სტოპ ისუმრუდის იატაკი და რა დავინახე აქა так სტოპ ჟიწელნიკო და ეს რა ყუთიდევს აქა ეს ჩემი ყუთია მე დღეს ვიყავი მეზობელ საფოში და ვიყიდე ეს ყუთი მეთქი მაინც ხელფასი ამიწიეს ეს შენი ყუთია ხომ და ერთუცაბა ეი საბა და რა შვები ახლა ახლავე და შენ ქურდო საბა მაინც ვერაფერს ვერ დაამტკიცებ შენ ნორმალური ხარ გამოის შენ მოიპარეს ისუმრუდები და რისთვის გამაგებინე შენ მაინც ვერაფერს ვერ დაამტკიცებ საბა ეს ისუმრუდები არის ჩემი და წერტილი ხო ვერაფერს დაამტკიცებ და ის რომ კამერა მაქვს ჩართული ხო ახლა ვიღებ ყველაფერს საბა მოდი დავთანხმდეთ რომ მე ახლა შენ გაძლევ იმის სურათებს რომელიც დარჩა და შენ არაფერს არ ეუბნები მერს ახლა შეხედე შენ ქურდოათან ნახევარი ისუმრუდების და გადაკრაფტე ამ ისუმრუდის ბლოკებში ხო არა შენ მაგრად ტაქსში გასაგებია საბა მაპატიეთ ხო არა ამას ვერ გავატიებ შენ ქურდოა ახავე მოვიყვან მერს და თვითონ გადაწყვიტონ რა უნდა ქნა მეგობრებო წარმოიდგინეთ ამდენი ხანი მე ვეძებდი მე ვადანაშაულებდი მერს ვადანაშაულებდი იმ საწყალ ჟიწენიკს და ამ ჟიწენიკმა ეს ჟიწენიკი არისო ეს ჟიწენიკი არის თყო რომ აქ იდგა გაგიშება საგიჟეთში ვცხოვრობთ და ოკეი так ახლა მე ერთთან დროზე უნდა მივიდე ის პოლიცია უნდა გამოიძახოს და так მოიცადეთ თავრიო ის ჟიწენიკიც არ გაიქცეს არსად მე აქედან თან ვუყურებ პარალელურად კაი მეგობრებო მადლობა დიდი ვინც უყურა ეს ვიდეო ბოლომდე თუ მოგეცეთ ეს ვიდეო და ლაიქეთ მე კი ახლა წავედი მერს მოვუყვე ნახვამდის